სოფლიოში ბევრი შეთქმულების თეორია არსებობს. მათ შორის არის თეორია დედამიწის სიღრმეში სიღრუის არსებობის შესახებ. თუმცა ხაზგასმით, ჩათვლით მას გამოგონილ ისტორიად. იდეა იმის შესახებ, რომ დედამიწის შიგნით ბირთვის ნაცვლად სიღრუე არის, ჯერ კიდევ უძველესი ფილოსოფოსებისგან და სწავლულებისგან მოდის. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ იმის გარკვევა შევეცადოთ. შესაძლებელია, რომ ეს ასე იყოს თუ არა. ამ ვიდეოში ვსაუბრობ ეგრეთ წოდებული პორტალის შესახებ. დედამიწის პორტალი. მოდი, სანამ სამეცნიერო თუ კონსპირაციული მიმართულებებით განვიხილავ ამ და სხვა ჰიპოთეზას, თუ რა შეიძლება იყოს დედამიწის სიღრმეში, მანამ გავიხსენებ, რას ამბობენ ძველი ფილოსოფოსები პლანეტაში სიღრუის არსებობის შესახებ. პირდაპირ არა, მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომ დედამიწის შიგნით არსებობს სივრცე, რომელშიც სხვა ცივილიზაციები ცხოვრობენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები საუბრობდნენ. ხოლო მრავალი არის რელიგია. ძველად ამტკიცებდა, რომ მიწის ქვეშ არსებობდა სამყარო, რომელშიც ადამიანები ან ადამიანების მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ. პირველი თეორია დედამიწაში სიღრუის არსებობის შესახებ შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ პლატონს ეკუთვნის. პლატონის აზრით ლოგიკური იქნებოდა იმის დაშვება, რომ ჩვენი პლანეტა სფეროს წარმოადგენს, რომლის შიგნით სიღრუეა. ცნობილი ფილოსოფოსის თვალსაზრისს დედამიწასთან დაკავშირებით მისი მოსწავლე და ასევე გამოჩენილი მეცნიერი არისტოტელეს იზიარებდა. ხოლო გალილეო გალილეი თვლიდა, რომ დედამიწას მართალია ბირთვი ჰქონდა, მაგრამ მასას და ქერქს შორის სიღრუე არსებობდა, სადაც ატმოსფერო იყო და ფლორა ფაუნა ყვაოდა. ამის გარდა არსებობს რუკები, რომელზეც სიღრუეში დედამიწის მოწყობილობა არის ნაჩვენები. ამ თეორიის მიმდევრების აზრით შიდა სამყარო ისეთივია, როგორიც გარე. არსებობს ცა, ზღვა, მთები და მზეც კი არსებობს. და ამ სამყაროში ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობს, რომელსაც პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია. მიზეზი კი ჩვენი გარე სამყაროსთან არაგონივრული დამოკიდებულება და აგრესიულობისკენ მიდრეკილება არის. გეოგრაფიული პოლუსები. დედამიწის შიდა სამყაროს ჭიშკრები. როგორც აღნიშნული თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, პლანეტის შიდა სამყაროში მოხვედრა პოლუსებიდან შეიძლება, ხოლო ჩვენზე დაკვირვების მიზნით ადამიანების მაღალი რასა შიდა მხარიდან საფრენი აპარატებით მაღლა ამოდიან. ვერსიას იმის შესახებ, რომ პლანეტის პოლუსებზე პორტალებია განლაგებული, ამერიკელი მეცნიერების ერთი ნაწილიც ეთანხმება. ამის გარდა, როგორც ამბობენ, ადმირალი რიჩარდ ეველინ ბერდი, რომელიც ანტარქტიდის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, სამხრეთ პორტალში შევიდა და იქაურ ცივილიზაციასთან კონტაქტი დაამყარა. სწორედ იმის გამო, რომ პოლუსების მიდამოებში დედამიწის სიღრმეში შესასვლელი პორტალებია, ეს ტერიტორია უცხო პირთათვის დახურულია. იქ უკვე წლებია უამრავი სამეცნიერო კვლევითი ბაზა მდებარეობს, თუმცა რას იკვლევენ გაურკვეველია. აკრძალული ტერიტორიის ნახვა რუკაზეც არ შეიძლება, რაც დედამიწაში სიღრუის არსებობის თეორიის მომხრეებისთვის დამატებითი მტკიცებულების საფუძველს წარმოადგენს. ამბობენ, რომ აღნიშნული ზონები სპეციალურად არის გასაიდუმლოებული. ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ონლაინ რეჟიმში დათვალიერების შემთხვევაში მის თავზე ყოველთვის ღრუბლის სქელი ფენაა, რომელიც არასდროს იფანტება. და უფრო მეტიც, სატელიტები არასოდეს დაფრინავენ ზუსტად პოლუსების თავზე. ისინი ორბიტიდან სწორედ მაშინ უხვევენ, როდესაც გეოგრაფიულ პოლუსებს უახლოვდებიან. საუბარი იმის შესახებ, რომ ადმირალი რიჩარდ ბერდი თავისი ანტარქტიდული ექსპედიციის დროს სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს დაეკონტაქტა, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში დაიწყო, ხოლო სახელგანთქმული მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ ისტორიის დავიწყების საშუალებას კი შეერთებული შტატების ხელისუფლების პოზიცია არ იძლევა, რომელიც თითქმის 60 წლის მანძილზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, რითაც ადამიანების ინტერესს უფრო მეტად აღვივებს.
კონტრ-ადმირალი რიჩარდ ბერდი ექსპედიციაში ორივე პოლუსზე არაერთხელ იყო. მისი ერთ-ერთი ბოლო ექსპედიცია კი დღემდე მწვავე კამათის საფუძველია, რადგან სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან კაცობრიობის წინაპრები, რომლებიც ჩვენი სამყაროს პარალელურად დედამიწაზე არსებობდნენ და ამავდროულად არამიწიერებიც არიან. რიჩარდ ბერდმა სამხედრო ფლოტზე მსახური 1912 წელს დაიწყო. 14 წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნული გმირი გახდა. ისტორიაში პირველი იყო, ვინც ჩრდილოეთ პოლუსს გადაუფრინა. ხოლო 21 წლის შემდეგ კონტრ-ადმირალი ბერდი უკვე ანტარქტიდაზე ყველაზე დიდ სამხედრო ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. იქ მან წარმოუდგენელი რამ აღმოაჩინა. მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მაშინვე გაასაიდუმლოეს. ბოლოს ჭეშმარიტება მაინც გაიმარჯვა, თუმცა ეს ბევრმა არ დაიჯერა. მაგრამ მართლა აღმოაჩინა თუ არა ცნობილმა ავიატორმა და მკვლევარმა რაღაც აუხსნელი და უცნაური. ან იქნებ ეს მხოლოდ არაკეთის ნისერი პუბლიცისტების ფალსიფიკაცია იყო. ინგლისურ პრესაში 90-იანი წლების მეორე ნახევარში ბერდის დღიურებიდან პერიოდულად ფრაგმენტები ჩნდებოდა. კერძოდ 1996 წელს 1926 წლის ექსპედიციის ანგარიში გამოაქვეყნეს ბერდის ჩრდილოეთ პოლუსზე გადაფრენის შესახებ, რომელმაც ადმირალს სახელი გაუთქვა. მაგრამ ეს ოფიციალური დოკუმენტები იყო. ყველაზე საინტერესო კი ერთუწოდებული საიდუმლო დღიურში ეწერა. მიწისქვეშა არიანია. მისი პირველი პუბლიკაციის თარიღის დადგენა ახლა რთულია, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ ამ თემის პოპულარობის მიზეზი იტალიელი უფოლოგის პალალუნგას კვლევა გახდა, რომელიც თავის ნამუშევრებში ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ ბერდის დღიურს ასახელებდა. აღნიშნული დღიური პატარა სახის დოკუმენტია, რომელიც სტილის და შინაარსის მიხედვით ფანტასტიკის ჟანრის რომანს უფრო ჰგავს, ვიდრე საბორტო ჟურნალს. ის 1947 წლით არის დათარიღებული. პერიოდით, როდესაც ბერდი სამხრეთ პოლუსის ექსპედიციას მაღალ ნახტომს ხელმძღვანელობდა, რომელშიც კოლოსალური რესურსი იყო ამოქმედებული. 4500 ადამიანი, ავიამზიდები, თვითმფრინავები, ტორპედოიანი ნავები და ასე შემდეგ. პუბლიკაციის მიხედვით, როდესაც ბერდმა სამხრეთ პოლუსს თვითმფრინავით გადაუფრინა, მხოლოდ ახალი, მანამდე უცნობი მიწები კი არა, უცხო რასაც აღმოაჩინა, რომელიც დედამიწის შიგნით სიცარიელეში ცხოვრობდა. ბერდი მათ ისე აღწერდა, როგორც მაღალ და ქერათმიან ადამიანებს, რომლებიც ინგლისურად საუბრობდნენ, მაგრამ გერმანული თუ სკანდინავიური აქცენტი ჰქონდათ. მათი გადაადგილების საშუალება კი მფრინავი თეფშები იყო. მათ ფრენის დროს მისი თვითმფრინავი რაღაც ტექნოლოგიით დაატყვევეს და მისი პილოტი სასაუბროდ უფროსთან წაიყვანეს, რომელსაც თავად ოსტატს ეძახდნენ. მიწისქვეშა სამყაროს მცხოვრებლები, რომელსაც ისინი არიანიას ეძახდნენ, მეტად კეთილგანწყობილები აღმოჩნდნენ და სტუმრისთვის ზიანის მიყენებას არ აპირებდნენ. პირიქით, მათ დედამიწის ზედაპირზე მცხოვრებლებისთვის გაფრთხილების შეტყობინების გაგზავნა უნდოდათ. როგორც გაირკვა, ისინი შეშფოთებულები იყვნენ ატომური ბომბის გამოგონების გამო და ბერდის საშუალებით უნდოდათ გადაეცათ, თუ რაოდენ სახიფათო იყო ასეთი იარაღის არსებობა. საუბარი მოკლე იყო, მაგრამ ბერდს ეყო დრო იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი ტექნოლოგიები ჩვენსას 1000 წლეულებით უსწრებდა. რა თქმა უნდა, ბერდმა დანაბარების გადაცემა ვერ შეძლო, რადგან როგორც კი ის პენტაგონს დაუკავშირდა, მაშინვე დააკავეს. ლეგენდის სხვა ვარიანტის მიხედვით ის ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს. თუმცა, ამის მიუხედავად მან ნაწილობრივ მაინც შეძლო საკუთარი მისიის შესრულება. დღიურის მეშვეობით, რომელშიც უცხო ცივილიზაციასთან მისი კონტაქტის შესახებ იყო ჩაწერილი და რომელიც მისი დაკავების დროს დაიკარგა. ბერდის გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ სასწაულებრივად გამოჩნდა. საიდუმლო დღიურის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი მას ფალსიფიკაციად მიიჩნევდა, თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვინც ამ თვალსაზრისს არ იზიარებდა. ამჟამად ბერდისმენ აღმოჩენილი მაღალგანვითარებული მიწისქვეშა ცივილიზაციის სასარგებლოდ
ძალიან ცოტა არგუმენტია. ბაზა 211. ნაცისტების ამოუცნობი სამხედრო ობიექტი ანტარქტიდაში. ადმირალმა კარლ დენიცმა, გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების სარდალმა, 1944 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ კილში საზღვაო აკადემიის კურსანტებთან შეხვედრისას განაცხადა. გერმანიის წყალქვეშა ფლოტი ამაყობს იმ ფაქტით, რომ შორს ქვეყნის დასასრულს ჩვენ ავაშენეთ ჩვენი დიადი ფიურერისთვის ამ ქვეყნიური სამოთხე, მიუვალი ციხესიმაგრე. ადმირალის ეს ნათქვამი მხოლოდ ომის შემდეგ გაახსენდათ, კერძოდ ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, როცა უკვე ნათელი შეიქმნა ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის, მარტინ ბორმანისა და ნაცისტური პარტიის სხვა ლიდერთა უგზო-უკვლოდ გაქრობა. გამომძიებლები ყველანაირად ცდილობდნენ რაიმე სახის ინფორმაცია მაინც მიიღოთ ადმირალისგან ფიურერის ამ ქვეყნიური სამოთხის შესახებ, მაგრამ მან ეს საიდუმლო სამარეში ჩაიტანა. მზადება მისიისთვის. საიდუმლო ნაცისტური ბაზის არსებობა მოსვენებას უკარგავდა გამარჯვებულთ. მოკლე ხანში გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 1938 წლის შემოდგომით ნაცისტური გერმანიის მესვეურები უჩვეულოდ დაინტერესდნენ ანტარქტიდის კონტინენტის საიდუმლოებებით. გერმანელებმა შესთავაზეს ცნობილ პოლარულ მკვლევარებს მონაწილეობა მიეღოთ სამხრეთი მატერიკის გამოკვლევაში. ზოგიერთი ნაცისტებს დასთანხმდა, მათ შორის იყო, როგორც ვახსენე, ადმირალი ბერდი. გერმანული სამხედრო ექსპედიცია ანტარქტიდისკენ გაემგზავრა ხომად შვაბენლანდით, ცნობილი მეცნიერისა და ოკეანოლოგის ალფრედ რიტშერის ხელმძღვანელობით. 1929 წლის 19 იანვარს მათ დანიშნულების ადგილს მიაღწიეს და მაშინვე სამეცნიერო კვლევას შეუდგნენ თავიანთი ჰიდროთვითმფრინავების მეშვეობით. ექსპედიციის წევრებმა გიგანტური შრომა გასწიეს. უმოკლეს დროში გამოიკვლიეს დაახლოებით 360,000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. გადაიღეს 14,000-მდე უნიკალური ფოტოსურათი. ერთ-ერთი ჰიდროთვითმფრინავის მეთაურს, კაპიტან შირმახერს, ბედმა გაუღიმა და საოცარი აღმოჩენა გააკეთა. მან მიაგნო ანტარქტიდისთვის უჩვეულო ბუნებრივ ლანდშაფტს 32 კვადრატული კილომეტრის ფართობით. მასზე არსებული თბილი მიკროკლიმატითა და მტკნარი წყლით, რომელიც არასოდეს იყინებოდა. ახალი შვაბია. გერმანელებმა მათ მიერ შესწავლილ ტერიტორიას ახალი შვაბია უწოდეს და მაშინვე გერმანიის საკუთრებად გამოაცხადეს. 1939 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ექსპედიციამ ანტარქტიდა დატოვა და 12 აპრილს ჰამბურგის პორტში შევიდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ალფრედ რიტშერმა ჰიტლერს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ექსპედიციის შედეგების შესახებ. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ იგეგმებოდა მეორე ექსპედიციის გამგზავრება, მაგრამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და აღნიშნული გეგმები გადაიდო, თუმცა ეს ოფიციალურად, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? მოწმეები. სანამ ევროპაში მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობდა, ჰიტლერის მიუვალი ციხესიმაგრის ადგილმდებარეობის დასადგენად არგენტინის სანაპიროებთან ამერიკელებმა ორ გერმანულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს და ხანმოკლე მოლაპარაკების შემდეგ აიძულეს დანებებულიყვნენ. ეკიპაჟის წევრების დაკითხვამ აჩვენა, რომ ეს წყალქვეშა ნავები ფიურერის პირადი ესკორტის შემადგენლობაში შედიოდა. ვარაუდობენ, თითქოს ამერიკელებმა დაადგინეს, რომ 1945 წლის აპრილში წყალქვეშა ნავებმა U-970 და U-530-მა, რომელთა მეთაურები იყვნენ ჰეინც შაუმლფერი და ოტო ვერხმუტი, თავიანთ ბორტებზე მიიღეს საიდუმლო ტვირთი და 5 უცნობი მამაკაცი, რომელთაც სახეები ნიღბით ჰქონდათ დაფარული. ანტარქტიდაში მათი გადმოსხმისთანავე ნაცისტურმა წყალქვეშა ნავებმა გეზი არგენტინისკენ აიღეს, სადაც მათი კიდევ ერთი სამხედრო ბაზა იყო განლაგებული. აი, სწორედ იქ აღმოაჩინეს ისინი ამერიკელმა სამხედროებმა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ანტარქტიდის თითქმის მთელ კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ინდოეთის, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამეცნიერო ექსპედიციები ეწყობოდა, რომლებშიც ჩართული იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები. მესამე რაიხის რაიმე კვალი ამ ტერიტორიაზე, როგორც ცნობილია, არ აღმოჩენილა. ეს რაც შეეხებოდა ამ კონსპირაციულ და ნაწილობრივ ისტორიულ ვერსიას. რას ამბობს რაციონალური მეცნიერება? რა შეიძლება იყოს დედამიწის გულში, სიღრმეში, სადაც ჯერ არავინ ყოფილა და არც არავის აღმოუჩენია რაიმე 100%-ით დამამტკიცებელი საბუთი. თუმცა ჯერ გავიხსენოთ დედამიწის გეოლოგიური განმარტება. დედამიწის სტრუქტურა. დედამიწის შინაგანი ნაწილი აერთიანებს ბირთვსა და მომიჯნავე გარსებს და ასევე მანტიას. მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური მიღწევებისა, დედამიწის სიღრმეთა შესახებ ცნობები მაინც მწირია. ყველაზე ღრმა ჭაბურღილი დაახლოებით 1000-ჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე. თუ კი დედამიწას წარმოვიდგენთ დიდი ვაშლის სახით, მაშინ ყველაზე ღრმა ჭაბურღილი მხოლოდ მის კანს გახვეწდა. დედამიწას გააჩნია ფენობრივი შიდა აგებულება. მყარი დედამიწის აღნაგობაზე მსჯელობენ გეოფიზიკური, უპირველეს ყოვლისა სეისმური მეთოდების საფუძველზე. ამასთანავე დედამიწის ზედაპირზე ახდენენ აფეთქებას, რათა აღნიშნონ თუ რა სიჩქარით ვრცელდება აფეთქებით გამოწვეული რყევა. ამ მონაცემების მიღების შემდეგ მკვლევრები საზღვრავენ, რომელი ქანები გაიარა სეისმურმა ტალღებმა. სხვადასხვა ქანში სეისმური ტალღების გავლის სიჩქარე სხვადასხვაგვარია. უშუალო დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ დედამიწის გარსი, დედამიწის ქერქი. მანტია შედგება 3 ფენისგან და ვრცელდება ზედაპირიდან 2900 კილომეტრ სიღრმეზე. სავარაუდოდ, სწორედ ამ მანძილზე უნდა იყოს დედამიწის შუაგული, ანუ ბირთვი. გეოლოგების ვარაუდით, დედამიწის ბირთვი დედამიწის ცენტრალური ნაწილია, რომელიც შემოსაზღვრულია 3470 კილომეტრის საშუალო რადიუსის მქონე სფერული ზედაპირით. აღსანიშნავია, რომ დედამიწის წიაღში ტემპერატურა სიღრმესთან ერთად იმატებს. კონტინენტური ქერქის ქვეშ იგი 600-700 გრადუსის ტოლია. მანტიაში, ცეფენაში 1500-1800 გრადუსის, ბირთვში კი სავარაუდოდ 4000-5000 გრადუს ცელსიუსს შეიძლება აღემატებოდეს. დედამიწის ბირთვში ასეთი შესაძლო ტემპერატურის არსებობას ვულკანური ამოფრქვევებიც ამყარებს. ახლა ვერსიები ერთის თანახმად ჩვენი პლანეტის სიღრმეში სავარაუდოდ იმატება დაკარგული კონტინენტების ზომის ქანების გიგანტური მასა. ანომალია, რომელიც იქ სრულ იზოლაციაშია დედამიწის წარმოქმნის შემდეგ. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში უწყებიან. ამიდუმალებით მოცულ ორ სტრუქტურას დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს უწოდებენ და ამ დრომდე მათ შესახებ დაზუსტებით ცოტა რამ იყო ცნობილი. თუმცა ვიცით, რომ ისინი არსებობს და შესაძლოა დედამიწაზე ფრიად უცნაურ გავლენასაც ახდენენ. როგორც ჩანს, მათ შესახებ ამჯერად რაღაც ახალი აღმოვაჩინეთ, რამაც შეიძლება საბოლოოდ ამოგვახსნევინოს დაბალი სიჩქარის დიდი ოლქების საიდუმლო. დედამიწის წიაღში განთავსებული ამ უზარმაზარი კონტინენტის ზომის ოლქების შესწავლა ყოველთვის რთული იყო, რადგან ისინი მოქცეულია ძალიან ღრმად, ზედაპირიდან დაახლოებით 2900 კილომეტრ სიღრმეში. მანტიისა და დედამიწის თხევადი ბირთვის საზღვრის სიახლოვეს. ერთი ასეთი მასა აფრიკის ქვეშ მდებარეობს, მეორე კი წყნარი ოკეანის. მათ შესახებ არსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სეისმური ვიზუალიზაციის შედეგად ვიცით, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი წყვეტა ამ სახის მონაცემებსა და დედამიწის სიღრმიდან ვულკანების მიერ ამოტანილი ქანების ანალიზებს შორის. კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოლოგის კურტის უილიამსის განცხადებით, ყველა ეს გეოქიმიური გაზომვა ჩატარებულია დედამიწის ზედაპირზე, მაგრამ უცნობია, რამდენად უკავშირდება ეს მონაცემები დედამიწის წიაღის რეგიონებს, ანუ უცნობია, რამდენად არის დაკავშირებული ეს გეოქიმია დედამიწის ზედაპირთან.
ამჯერად როგორც ჩანს, ამ ორი წერტილის შერტების გზა გამოჩნდა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ დაბალი სიჩქარის დიდი ოლქები ჩაძირული ოკეანური ფილები იყო, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში უილიამსი და მისი ჯგუფი ამ ფენომენის შესახებ ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობენ. როგორც კვლევაშია ნათქვამი, გეოდინამიკური სიმულაციები მიუთითებს, რომ მანტიური პლუმების ის იერსახე, რასაც დღეს ზედაპირზე ვხედავთ, ამოწვერილი უნდა იყოს ქვედა მანტიის წყაროებიდან. როცა ეს გვერდითი გამონაშვერები მხედველობაში მიიღეს, გამოიკვეთა ძლიერი კავშირი ოკეანური ბაზალტებისა და სეისმურად ნელი რეგიონების ჰელიუმის იზოტოპებს შორის. ორივე მათგანი, როგორც წესი, მოქცეულია დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს შიგნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს ჰიპოთეტური გეოქიმიური კავშირი ვულკანურად აქტიურ ზონებში აღმოჩენილ ოკეანურ ქანებსა და კონტინენტების ზომის დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს შორის. კვლევართა ჯგუფი აცნობიერებს, რომ მანტიური პლუმების ფორმები მათ მოდელირებაში ცოტა გაურკვეველია, მაგრამ იმედოვნებს, რომ მომავალში მანტიის ტომოგრაფიის მოდელები გაუმჯობესდება და მათი აღმოჩენაც დადასტურდება. ალაბამას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კი, რომლებაც დედამიწის გლობალური სეისმური კვლევა ჩაატარეს, იუწყებიან, რომ ჩვენი პლანეტის ბირთვის გარშემო უძველესი ოკეანის ფსკერის კვალი გამოავლინეს. აქამდე მსგავსი წარმონაქმნები მხოლოდ იზოლირებული რეგიონების სახით იყო დაფიქსირებული. ახლა კი დადგინდა, რომ ეს მკვრივი ფენა ტექტონიკური ფილების გადაადგილების გამო დიდი ხნის წინ ჩაიძირა და ულტრადაბალი სიჩქარის ზონის სახელითაა ცნობილი, რომელიც სიმკვრივიდან გამომდინარე სეისმური ტალღების მოძრაობას ანელებს. ამის მსგავსი სეისმური კვლევები ჩვენი პლანეტის შიდა სტრუქტურის უმაღლესი გარჩევადობით დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ვიგებთ, რომ ეს სტრუქტურა იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე აქამდე გვეგონა. უკანასკნელი კვლევა დედამიწის ზედაპირული და ღრმა სტრუქტურების მნიშვნელოვან კავშირსა და იქ მიმდინარე პროცესებს გვიჩვენებს, აცხადებენ სპეციალისტები. მეცნიერებმა ზემოხსენებული ფენის შესასწავლად სწორედ სეისმური ტალღები გამოიყენეს, რადგან მათი მოძრაობა ამ რეგიონის მიმდებარედ მცირდება. მას, როგორც უკვე ვახსენე, ულტრადაბალი სიჩქარის ზონა ეწოდება და ეს მახასიათებელი ბირთვისა და მანტიის შუაში განლაგებული უძველესი ოკეანური ფსკერით შეიძლება აიხსნას. ასეთი მატერია ორი ტექტონიკური ფილის შემხვედრ არეალში, სუბდუქციურ ზონებში გროვდება და სიღრმეში იძირება. ესაა ერთგვარი მთები, რომელთა სიმაღლეც 5 კილომეტრზე ცოტა ან 40 კილომეტრზე მეტია. მატერიის სისქე რამდენიმე კილომეტრიდან ათეულობით კილომეტრამდე მერყეობს. ეს მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ბირთვზე არსებულ მთებთან, რომლებიც ზოგიერთ ადგილზე ევერესტზე 5-ჯერ მაღალია, განმარტავენ სპეციალისტები. ამგვარ შემაღლებებს შესაძლოა დიდი როლი ჰქონდეს ბირთვიდან სითბოს გადინებაში. არაა გამორიცხული ისიც, რომ ოკეანის ფსკერის შემადგენელი ეს მატერია მანტიიდან ზედაპირზე ამომავალ ნაკადებში გაერთიანდეს და ვულკანური ამოფრქვევებისას გამოთავისუფლდეს. კვლევრებმა ბირთვისა და მანტიის მიჯნის შესახებ სეისმური მონაცემები 3 წლის განმავლობაში ანტარქტიდაზე განხორციელებული 4 ექსპედიციისას მოიპოვეს. ეს მათ 15 სადგურის მეშვეობით შეძლეს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი მიწისძვრებისას გამოყოფილი ტალღების დახმარებით დედამიწის შიდა სტრუქტურას ავლენს. შეგროვებულ ინფორმაციაში ავტორებმა მოულოდნელი სიგნალები აღმოაჩინეს, რომლებიც რამდენიმე წამის დაგვიანებით ფიქსირდებოდა. კიდევ ერთი კვლევით, დედამიწის სიღრმეში აფრიკისა და წყნარი ოკეანის დაბლა უზარმაზარი სტრუქტურებია განთავსებული, რომლებიც ამ დრომდე უძრავად მიიჩნეოდა. თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ისინი კონტინენტების მსგავსად გადაადგილდებიან, ერთიანდებიან და ნაწევრდებიან. აღნიშნული წარმონაქმნები ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 2900 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეს გახლავთ ციური სხეულის ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე განლაგებული ულტრადაბალი სიჩქარის ზონები, რომლებშიც სეისმური ტალღები 50%-ით ნელა მოძრაობს.
სწორედ მათ უკავშირებენ მანტიური პლუმის სახელით ცნობილ ფენომენს. ცხელი ქანების ერთგვარ სვეტებს, რომელთა ზედაპირამდე ამოსვლაც უმძლავრეს ვულკანურ ამოფრქვევებს იწვევს. ასევე მათ მიერ კონტროლირდება მაგმური მატერიის, კიმბერლიტის ამოტყორცნაც, რომელიც ალმასს შეიცავს. ამ სტრუქტურების არსებობის შესახებ მეცნიერება უკვე დიდი ხანია იციან, მაგრამ გაურკვეველი იყო თუ როგორ იცვლებოდა ეს ზონები დედამიწის ისტორიის განმავლობაში. ამის გასაგებად სპეციალისტებმა კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს, რომელმაც ცხადყო, რომ ისინი აქტიურად მოძრაობენ და ფორმასაც იცვლიან. სწორედ ისე, როგორც კონტინენტები და სუპერკონტინენტები. ეს სუბდუქციის პროცესთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კერძოდ, როცა ტექტონიკური ფილები ერთმანეთს აწვება, ოკეანის ფსკერის ცივი ქანები ქვემოთ მანტიისკენ იწევს და სიღრმეში მდებარე ამ უცნაურ წარმონაქმნებს გადაადგილებისკენ უბიძგებს. ამჟამად ისინი ერთიანი სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ზოგჯერ წყობა იცვლება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი მოდელი ვულკანური აქტიურობის ზემოხსენებული მიზეზ შედეგობრიობაში თავისუფლად ჯდება. უკანასკნელი სიმულაციის მიხედვით, აფრიკის დაბლა არსებული სტრუქტურა გეოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდაა. მისი ფორმირება 60 მილიონი წლის წინ უნდა დასრულებულიყო. ანუ ასაკით ის იმაზე 10-ჯერ პატარაა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ახალი მიგნება შესაძლოა ძვირფასი მინერალების მიგნებაშიც დაგვეხმაროს, მათ შორის ალმასების მოპოვებაში. დავუბრუნდები ისევ არაოფიციალურ საიდუმლო თუ გინდათ კონსპიროლოგიურ წყაროებს. მიწისქვეშა, იგივე პორტალური სამყაროების შესახებ. ხელისუფლების და ოფიციალური წყაროების სრული დუმილის მიუხედავად, დამოუკიდებელი მკვლევარები დასახლების ბევრი პუნქტის ქვეშ, მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბების ქსელის და გალერეების სისტემის არსებობაზე კი არა, მთელი მიწისქვეშა ქალაქების არსებობაზე საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, პლანეტის ზედაპირის ქვეშ ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციების მიერ გიგანტური მრავალკილომეტრიანი გვირაბებია გათხრილი და ეს ყველაფერი არ არის. მკვლევართა ინფორმაციით, ეს გვირაბები ჩვენთვის ასევე უცნობი მაღალ ტექნოლოგიური აპარატებით არის გაკეთებული. ხოლო გვირაბები სხვადასხვა დონეზე მდებარე ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ხმები მიწისქვეშა ცივილიზაციების არსებობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასული საუკუნის შუა წლებში მოყვარულმა არქეოლოგებმა მიწისქვეშ პლანეტარული მასშტაბის ქალაქები და გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებიც აშკარად ხელოვნური წარმოშობის არის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამოს საიდუმლოსაც უფოლოგები მიწისქვეშა სამყაროს უკავშირებენ, რადგან არაერთი თვითმხილველი ამოს მიწისქვეშეთიდან ან წყლის სიღრმეებიდან ამოსვლის ფაქტს ადასტურებს. მიწისქვეშეთში უმაღლესი ტექნოლოგიებით შექმნილ იდუმალი სამყაროს არსებობის ფაქტს ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად ჩვენს ცივილიზაციას არც გამოცდილება აქვს და არც ტექნიკური საშუალებები გააჩნია. NASA-ს მკვლევარებმა ფრანგ მეცნიერებთან ერთად გიგანტური გვირაბების ქსელი მთელს მსოფლიოში აღმოაჩინეს. ევროპაში, ციმბირში, ტიან-შანის მთებში, ჩინეთში, საჰარის უდაბნოში და სამხრეთ ამერიკაში. ამასთან აქ საუბარი ძველი ქალაქის ნანგრევების აღმოჩენაზე კი არ არის, რომელიც ერთ დროს დედამიწის ზედაპირზე არსებობდა, არამედ სწორედ მიწისქვეშა გვირაბებზე და ნაგებობებზეა. ცხადია, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის უცნობი ტექნოლოგიებით არის შექმნილი. არსებობენ ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიწისქვეშა ქალაქების გარდა უზარმაზარ მიწისქვეშა არეებში, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 16 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, უცხო ცივილიზაციები დღესაც ცხოვრობენ. ისინი ადამიანებისადმი უფრო ხშირად ნეიტრალურად არიან განწყობილნი. კონსპიროლოგთა აზრით, მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ხელისუფლებები და მეცნიერები ამის შესახებ ყოველთვის დუმილს ამჯობინებენ. რადგან ამ ფაქტის აღიარების შემთხვევაში ადამიანის კოსმოსური წარმოშობის და დედამიწაზე ჩვენზე ბევრად განვითარებული ცივილიზაციების არსებობის ფაქტების აღიარებას მოუწევთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მიწისქვეშა ცივილიზაციების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაციის ნაწილი CIA-სა და NSA-ის ყოფილმა თანამშრომელმა Ed Snowden-მა გაასაჯაროვა. მან 2013 წელს საიდუმლო ფაილები The Guardian და The Washington Post გადასცა და ქვეყნიდან გაიქცა.
თუმცა ოფიციალურმა მედია საშუალებებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ ინფორმაციისთვის ყურადღება არ მიექცია. სნოუდენს დაუსწრებლად წარადგინა სამშობლოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდება და დღემდე იძებნება ინტერპოლის მიერ. უძველესი ცივილიზაციების ცნობილი მკვლევარი დევიდ უოლკოკი ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე უძველესი ცივილიზაციების ალიანსი ცხოვრობს. ეს ცივილიზაციები დედამიწის შიდა მხარეს საკუთარ სახლად დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევენ და ახლო მომავალში საკუთარი თავის მსოფლიოსთვის გაცნობას აპირებენ. უილკოქს მტკიცედ სწამს, რომ ჩვენი პლანეტის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მრავალი მოწინავე ცივილიზაცია, მაგალითად როგორც ატლანტიდა იყო, ქაოსურ დროში თავის გადასარჩენად იატაკ ქვეშეთში გადავიდა. ისინი დედამიწის ზედაპირს გაერიდნენ და საცხოვრებლად მიწისქვეშა სამყარო აირჩიეს. აღნიშნა, რომ ბოლო 3000 წლის მანძილზე მშვიდობა მხოლოდ 240 წელი იყო. დანარჩენ დროს ქვეყნები ერთმანეთთან ომს აწარმოებდნენ და არც მანამდე აკლდა მსოფლიოს ომები და ბუნებრივი კატაკლიზმები. მიწისქვეშა გვირაბების და გადასასვლელების არსებობა უკვე რახანია თანამედროვე მეცნიერებისთვის განსჯის საგნად იქცა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ამ გვირაბების შესახებ ინფორმაცია უძველეს დროშიც არსებობდა. გადმოცემის თანახმად, მაშინ ფიქრობდნენ, რომ ამ გვირაბებით მიწისქვეშა სამეფოებამდე შეიძლებოდა მისვლა, რომლებიც პლანეტის ზედაპირიდან საკმაოდ დიდ სიღრმეზე მდებარეობდა. უილკოკი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შემთხვევით შეიტყო მიწისქვეშა ცივილიზაციების არსებობის შესახებ, როდესაც საიდუმლო მიწისქვეშა ბაზას აშენებდნენ. ინტერვიუში მეცნიერმა განაცხადა, მათ აქვთ გვირაბი საბურღი მანქანები და საკუთარ ქალაქებს მუდმივად აფართოებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახლა მიწისქვეშა მაცხოვრებლებს და ზედაპირზე მცხოვრებთ მართალია არასტაბილური, მაგრამ კონტაქტები მაინც აქვთ. ცნობილია, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მშენებლებს, რომლებაც ის ცივილიზაცია აღმოაჩინეს, კავშირი ჰქონდათ მათთან და ერთი პერიოდი ერთადაც მუშაობდნენ კიდეც, მაგრამ ახლა მათი განადგურება უნდათ, განაცხადა უილკოკმა. მისი თქმით, სწორედ არსებული საფრთხის გამო დედამიწის სიღრმეში მყოფი ცივილიზაციები გაერთიანდნენ და დახმარებისთვის ვარსკვლავთშორის გაერთიანებას მიმართეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დახმარებას მიიღებენ იმ ძალებთან საბრძოლველად, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. როგორც კონტაქტორი ამბობს, ვარსკვლავთშორისი ჯგუფების წარმომადგენლებმა შექმნილი სიტუაცია განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რის გამოც მიწისქვეშა ცივილიზაცია შოკში ჩავარდა. მათ კაცობრიობის წინაშე თავის გამჟღავნებას თხოვეს. აღნიშნა უილკოკმა. თაველოდოთ, როდის გამოჩნდებიან. საბოლოო ჯამში არის თუ არა დედამიწის სიღრმეში საიდუმლო პორტალი სრულიად გაურკვეველი ჰიპოთეზაა. ფაქტები ჯერ არაფერი დადასტურებულა. და თუ ღია წყაროებს გადავხედავთ, ამ საკითხზე დიდად დღეს არავინ მუშაობს. ამ თემით მეცნიერებაზე მეტად უფრო კონსპიროლოგები და ფანტასტიკის მოყვარული პირები არიან დაინტერესებულები. ნაწილობრივ ამ საკითხით ინტერესდებიან ასევე ბრტყელი დედამიწის თეორიის შეფლობილი პირებიც. მათი ნაწილი თვლის, რომ ეს პორტალი იგივეა, რაც დედამიწას შემოხვეული ყინულოვანი საფარიდან გასასვლელი. ოღონდ სად გადის ეს გასასვლელი, ამაზე უკვე ვერაფერს ამბობენ. მოკლედ, მათი ეს თეორია ყოველგვარ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და მოსაზრებებს მოკლებულია. მართლდება მხოლოდ ყველაფერი მეცნიერულის უარყოფით. უბრალოდ მათ არ აინტერესებთ არანაირი არგუმენტი და როცა ადამიანს არ უნდა განსხვავებულის მოსმენა, ვერაფერს გახდები. რა გაეწყობა? საცოდაობა არც უნდა კი არაა, არამედ ის, რომ არც გინდა იცოდე. კომენტარების ვერში ველი თქვენს მოსაზრებებს, როგორც ამ ეპიზოდის შესახებ, ისე მსგავსი თემების მიმართულებით. კიდევ, რაზე ისურვებდით კოდის ვიდეოებს? შეგეძლოთ მოგწეროთ მეილზეც და დაურთოთ წყაროები ლინკების სახით. ამასობაში კი გამოიწერე კოდის YouTube არხი, გამოვყევი სხვა პლატფორმებზეც, TikTok-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე. დაგვიჭირე მხარი.